სალამებით მეგობრებო. Range Rover-ის ბამპერი მდგომარეობას განახებთ. აქ ესეთი მდგომარეობა აქვს, აქაც ესეთი დაზიანება აქვს. აქ გადავიდეთ შემდეგ მხარეს. აქაც ანალოგიურია ეს დაზიანება აქვს, აქეთ ამ მხარეს. აქაც ეს მიკრობზარები აქვს, როგორც ხედავთ. აქ ზედაპირს რაც შეეხება მთლიანი შეხება მოუწევს, ანუ ლოკალურად არ გამოთქვა და ის დონე, თქვა და მე ის დონე. იმიტომ რომ ბამპერი მთლიანად არის დაზიანებული, როგორც ხედავთ ზედაპირზე, პატარა ნაკენჭრები აქვს, რის გამო მთლიანი დამუშავება მოუწევს. აი როგორც ხედავთ ზედაპირს კიდე ესეთი გლატკი ზედაპირი აქვს, ანუ დაპოლირებული არ არის, იმიტომ რომ თავისი პატარა მტვრებიც აქვს ზემოდან, აი ყურეთ. Ну ეს არაფერი საში არა, ეს პოლირებაში კი გამოვიდოდა, მაგრამ უბრალოდ ზედაპირი თხელი ლაკი ხან, როგორც ევროპულ მანქანებს აქვს დასხმული შაგრენემ ლიმონის გადასვლა, რასაც ვეძახით. ეგეთი გადასვლა არ აქვს, ძალიან თხელია, რაც უფრო ესე ისხმევა ლაკი ზოგადად იაპონურ მანქანებს. Toyotas, Hondas და ასე შემდეგ რა, ევროპულის უფრო ეს BMW, Mercedes უფრო ეს ასე ვთქვათ ცოტა სხვანაირი შაგრენი აქვს, სხვანაირი ზედაპირი აქვს. და რაც შეეხება პლასმასს. ანუ ბევრჯერ ვაკებთ ხოლმე, მახათელა თქვა, აი განაკეთები ბამპერი მომივიდა, რასაც თქვენ ხედავთ. ეხლა განახებთ მახათელას გაკეთებული, ანუ გიოს გაკეთებული. აი კაც მედიალორი დაამუშავა ზედაპირი, აპარატი არ ჩამირთვი, არც არაფერი დასული, როგორც ხედავ, უბრალოდ მომემზადა ისა, რომ დავიწყო საქმის კეთება. აი განახებთ უბრალოდ ნაკეთობას. აიდეალურად სუფთად რა ვიცი რა, აი შიგნითაც იდეალურად სუფთად სულ არ ეტყობა, რომ ამ ბამპერს რაღაც პრობლემა ქონდა. მაგრამ აი აქ როგორც არის ნაჩიჩქნი. ეგრე არ არის მოკლედ ის ბამპერი რა, ანუ თქვენთანაც ხედავთ იმ ნაკეთობას და ამ ნაკეთობას რა. ბევრად სუფთად, ბევრად აკურატნად და რავი რა. ის ტოპია დონია და ეს, ну გაკეთდა რა, ბამპერი გაკეთდა, მაგრამ რაც გია პლასმას ხელოსანი თუ გინდათ ნამდვილი პლასმას ხელოსანი. ეს არის გიორგი მახათელა, რომელიც რეკომენდაციას ყველას გაუწევ მაგ კაცთან. მოკლედ ესე ჩემო მეგობრებო, ახლა დავიწყებ ამ ბამპერის კეთებას, დავამუშავებ, ეტაპობრივადაც გადავიღებ, განახებ, როგორ მივიწევი ნენელა წინ. და ეს არის მისი ორი დამატება, ეს ქვედა ტუჩია, ესაც ზედა მხარეა. ეს 850-ის BMW-ია, ამასთან მე გადავალთ. ის არის დვესტის ბამპერი, ну ამას უკვე მანქანასთან ერთად გადავიღებ. და მე დეტალურადაც გავივლით იმ მანქანაზე. და განახებთ მისი მდგომარეობას, დიდი დაზიანება არაფერი არ აქვს, მადარა დაზიანება აქვს იმასც. მეგობრებო, დავასრულეთ, შევიდეთ, დავათვალიეროთ ერთად. ნახოთ რა გამოგვივიდა. ეს გამოვიდა იდეალური. ესეც ბამპერი მდგომარეობა, ყველას გახსოვთ რა მდგომარეობა ქონდა. ეს იდეალური გამოვიდა, უკვე მშრალია, ზათა. აი ესეთი გამოგვივიდა კამფეტი. მოკლედ აი ესე მეგობრებო. დანარჩენებს კიდე უკვე ეტაპობრივად გადავიღებ, განახებ თუ როგორ მივიწევით ნენელა წინ. აი ეს იდეალური გამოვიდა პირველი სტარტისთვის და მივყვებით ნენელა და ყველაფერს ბევრად უკეთესად უკვე მივეჩვევი და ბევრად უკეთესობის და უკეთესობისკენ წავალთ. ეს მადლობა ვიც უყურებთ ჩემ YouTube არხს, გამოიწერეთ და ლაიქეთ მეგობრებო. მომავალ შეხვედრამდე.